როდესაც ვიკვლევდი გამოსახულებებზე მუშაობა დავიწყე ამ საკითხზე, ხო? მივაგენი კინოკრიტიკაში, მივაგენი ეს ლიტერატურაში, პუბლიცისტურ ლიტერატურაში მივაგენი ესეთ ტერმინს, რომელიც არ არის ქართულში და ამ წიგნში პირველად შემოვიტანე. სხვათა შორის რედაქტორთანაც ვიმუშავე ამ საკითხზე, როგორ გადმოგვეთარგმნა და როგორც ყოველ ჯამში ვფიქრობ საკმაოდ სწორად არის გაკეთებული ამის თარგმანი. ონეირიკული სივრცე არსებობს ესეთი. ეხლა პასუხობ ფრაზე იცი ინფორმაციის გადამუშავებას, სტრესის გადამუშავებას, სტრესით მიღებული ინფორმაციის გადამუშავებას. არსებობს ჩვენს გონებაში ონეირიკული სივრცე, ესეთი სახელწოდებით. ეს არის გამოსახულებითი სივრცე, რომელიც მუდმივად თანმდებია ადამიანისთვის ღვიძარე პერიოდში. ონეირიკული სივრცე მერე უკვე გარკვეულ ფაზაში, მაგალითად ალფა მდგომარეობაში, ხო იცი, ტვინს აქვს სიხშირეები რა, ჰერცების მიხედვით აქვს სხვადასხვა სიხშირეებით, სხვადასხვა მდგომარეობას აწევს და ალფა მდგომარეობაში მაგალითად ონეირიკული სივრცე ითიშება ხოლმე რა. ამაზეც მე ვისაუბრე. რა არის ეს ონეირიკული სივრცე? არის ეს გამოსახულებითი სამყარო, რომელსაც მაგალითად ადამიანს ესაუბრები და უცებ რაღაცას ჩაფიქრდები, თითქოს დეჟავიუ მოგივიდა და მოგონები სადღაც რომ წაგიღებს რა. რაღაც წიგნს კითხულობს და უცებ ჩართავს რაღაც გამოკრავს, რაღაც ტრიგერი იქნება და სადღაც გაითიშებ რაღაც მომენტი, სადღაც სამყაროში ხარ და უცებ დაუბრუნდები კითხვას მე და ადამიანი ისე აგრძელებს ხოლმე კითხვას, რომ არ უფიქრდება სად იყო და ამაზე უფრო მნიშვნელოვანს გეტყვი, არ უფიქრდება რამ დაატრიგერა, რამ გამოიწვია ეს გათიშვა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. კონკრეტულად თუ ამას ვერ აიაზრებ, ეს პრობლემაა ძალიან დიდი, იმიტომ რომ შენ ვერ ხვდები როგორ შეიძლება შენ ზემოქმედება მოახდინოს, რა მომენტში გთიშავს შენ რაღაცა. იღო უცებ სადღაცა, აგერ ესაუბრები ადამიანს პირისპირ და უცებ გთიშავს. რაღაცამ დაგატრიგერმა, ჩემმა ნათქვამმა სიტყვამ სადღაც წაგიღო უცებ და ცოტა ხანში ბრუნდები და აგრძელებ მოსმენას და არ უფიქრდები კონკრეტულად რა მიმოქმედა ეს. ეს ონეირიკული სივრცე, ნახეთ, ჩვენი მე, ადამიანის მე, ჩვენი ლოგიკურ ისტორიული მე არის ინერვაციული. ინერვირებულია ნერვულ სისტემაში ვეგეტატიურ დონეზე. და ეს გამოსახულებითი სამყარო არის ფაქტიურად მისი თვითრეგულირების საშუალება, ინსტრუმენტი. გამოსახულება ფაქტობრივად არის ენერგიის ანბანი. გამოსახულებების შესწავლით ადამიანი სწავლობს მის ენერგეტიკულ ბაზას, მის ენერგიებთან მუშაობს. და ნახეთ, ესე იგი, ეს ჩვენს ენერგიას, ჩვენი ეს ტვინი, ეს ლოგიკურ ისტორიული მე, რომელიც ინერვაციულია ვეგეტატიურ დონეზე, არის ინერვირებული ჩვენს ნერვულ სისტემაში, ორგანიზმში, ხო? არის ფუთავს გამოსახულებებში ამ ენერგიას და ატრიალებს თავში, იმიტომ რომ ენერგია ხო მუდმივ მოძრაობაშია. ეს გამოსახულებების მუდმივ მოძრაობაშია. როდესაც ადამიანი აღელდება და გვითხოვს ხოლმე რომ ცოტა ხანი მაცადე დავწყნარდები რა. და რაღაც გაივლის, გამოივლის და მერე დაწყნარებული ბრუნდება. ეს გამოვლა და დრო კი არ არის გადამწყვეტი, ხო? ეს იწყებს ლოგიკურ ისტორიული მე, იწყებს აი ამ გამოსახულებებით თან მუშაობას და აი ამ ქაოსისგან წესრიგის შექმნას და ამ გამოსახულებებს შესაბამისად მიყვება და წყნარდება ენერგიას და ეს აღელვება გონი პასუხცენ თეონა აი ამ მეტაბოლიზაციაზე. მეტაბოლიზაციის პროცესი ხდება მღვიძარე პერიოდში აი ამ ონეირიკული სივრცის მეშვეობით. მეტაბოლიზაცია პრობლემის გადახარშვა ხდება იმაში, მღვიძარე პერიოდში. ამას შენს მაგივრად, მაგრამ ინტუიცია ამას გეუბნება სიზმარში, გზას გასწავლის